მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ გვაქვს ტრადიციული გაშლა ჩვენი კვირის პროგნოზი. ნახოთ ჯერ ჩვენ ვისთვის იქნება, აქ იქნება სიგნიფიკაცია თქვენი. ანუ ეხლა რა ხდება, რა ენერგიებში ხართ, რო იცოდეთ, რომ ეს არის თქვენი გაშლა. ნახოთ ეხლა ვისთვის იქნება. ნახოთ Так, და რა თქმა უნდა, ნახოთ ახლა რა ენერგიებში უნდა იყოთ მომდევნო კვირის განმავლობაში. Ну, ეს მითითებები, დახმარება. ხო, ჩვენთვის დახმარება. ანუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება აუცილებლად. იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად გქონდეს. Так, შემდეგი ჩვენ ვნახოთ, აქ ხა ცოტა ანუ ჩვენ გვაქვს ესე იგი სამი თემა აქ, რომელიც ჩვენ უნდა განვიხილოთ. ეს რა თქმა უნდა იქნება საქმიანობა, ხო? ჩვენი საქმიანობა, ზოგისთვის ბიზნესი, ზოგისთვის იქნება სწავლაც შეიძლება იყოს. ნახოთ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. აუცილებლად ფინანსებს მივაქციოთ ყურადღება. ნახოთ რას უნდა რას გვეუბნება ტარო და ეს ცოტა აქეთ რა ჩანდეს. ფინანსები და ეხლა ჩვენ ვნახოთ და ეს რა აქეთ არა ურთიერთობასაც ვნახავთ ჩვენ. ურთიერთობას რას უნდა მიაქციოთ ყურადღება აქ. ნახოთ. Всё, დავიწყოთ. აქ სიყვარულია. Так, შევხედოთ ახლა ჩვენ პირველი ჩვენი ვისთვის იქნება ეს დღევანდელი გაშლა. რა კარგი არკანები მოდის. აქ ნახეთ რა ხდება. პრინციპში მთავარი არკანი არის აქ მზის არკანი გვეუბნება ჩვენ კიდევაც იმას, რომ თქვენ აქ ხართ ადამიანი, რომელიც ანათებთ. აქ მე კიდე არ გამოვრიცხავ იმ სიტუაციას, რომ თქვენ შეიძლება ძალიან ბევრი რაღაცა მოვალეობები გაქვთ აღებული თქვენს თავზე. ანუ თქვენ ხართ, აქ შეიძლება თქვენ დაუშვოთ რაღაცის ხელმძღვანელი იყოთ. ან თუნდაც თქვენი ცხოვრების ხელმძღვანელი იყოთ, თქვენი ოჯახის ხელმძღვანელი იყოთ რა. ანუ ადამიანი, რომელიც პრინციპში მიდის წინ, ანათებს და ჩანს, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ აი დაღლილი ხართ უკვე იმდენი მოვალეობებისგან. შეიძლება აქ ახლა ბევრს მუშაობთ, იმიტომ რომ საჭირო ადამიანი ხართ და ყველაფერი აბსოლუტურად ვთქვათ ახლა მზის არკანით ეგაც შემიძლია თქვა, რომ დაუშვოთ ყველაფერი გადასახადები ვთქვათ ახლა. ან არ აქვს მნიშვნელობა რა. ყველაფერი არის თქვენს კისერზე, მოდით ასე ვთქვათ რა. აქ კიდევაც არ გამოვრიცხავ იმას, რომ შეიძლება ზოგს აქ ძალიან დიდი კრედიტი, ან რამე სესხი, ან რაღაცა ისეთი თვირთი, რომელიც პრინციპში გასაცემი გაქვთ, მაგრამ პლუსი აქ რა შეიცეთ, რომ თქვენ არ გეშინიათ იმისი, რომ თქვენ მაგას ვერ შეძლებთ, თქვენ მაგას ვერ თქვათ გაუმკლავდებით. თქვენ ახლა ხართ აი აქ მზად იმისათვის, რომ კი იმის მიუხედავად, რომ არის ძალიან დიდი სირთულეები, ბევრი პასუხისმგებლობა, მაგრამ თქვენ ყველაფერს აბსოლუტურად გაუმკლავდებით. პლუს კიდე თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს სხვებს, ვისაც აქვს რთული პერიოდები. იმიტომ რომ თქვენ თვითონ ისეთი ადამიანი ხართ, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს. ბევრი გაქვთ გამოვლილი ცხოვრებაში საერთოდ ეთყობა და უკვე ეს თქვენი გამოცდილება და ეს თქვენი ეს სირთულეები, ასე რომ ვთქვათ, ეხლა ეხმარება სხვებს. აი ამით შეგიძლია თქვენ დაეხმაროთ სხვებს, იმიტომ რომ ტყუილ არაფერი არ ხდება ჩვენ ცხოვრებაში, ვიცით ჩვენ ყველაფერი არის რაღაცისთვის და ამიტომ აქ შეიძლება თქვენ უკვე ხართ ასეთი ადამიანი, რომელიც ეხმარება სხვებს, რომ გამოვიდეს რთული პერიოდებიდან. იმიტომ რომ გამოცდილი ხართ თვითონ.
ნუ ეს ასე მოკლე სიგნიფიკაცია, მე მგონი უკვე გაიგეთ თქვენ თუ თქვენი ეს აჰა, ნახეთ რა კარგი არკანი მოდის აქ ჩვენთვის სამომავლოდ. აი ხო გითხარით, იქაც იყო პენტაკლების თუ პენტაკლები რა არის, ახლა გამოჩნდება ეთყობა თასების. ნახეთ რა ხდება. რა ენერგიები არის. აი აქ თქვენ თვითონ ნახეთ აქაც გვაჩვენეს ჩვენ მზის არკანი. რას ნიშნავს კიდე აი სიტუაცია? მე ვარ პოზიტიური იმის მიუხედავად. ანუ პოზიტიური სულელი არ არის. ადამიანი უბრალოდ რომელიც იღებს სიტუაციას სხვანაირად. იმიტომ რომ პრინციპში ნახეთ არ აქვს მნიშვნელობა შენ ახლა აი როგორ დაუშვათ შენ გინდა პოზიტიურად იყავე განწყობილი, გინდა ნეგატიურად. ყველა ვარიანტში მოხდება ის, რაც გიტრიალებს თავში. ამიტომ ყოველთვის არჩევანი ჩვენზე არის. ჩვენ ახლა როგორ მივუდგეთ ნებისმიერ საკითხს, ხო? შეგვიძლია ვიყოთ ჩვენ ნეგატიურები და კი აი ძალიან მძიმე სირთულე როდემდე ყოველს ჩემგან რაღაცა სჭირდება, ყოველს რაღაცა უნდა ჩემგან, ხო? და მასეც იქნება. შეგიძლიათ მიიღოთ ეგ სხვაგვარად. ამიტომ როცა შენ უყურებ იმით, რომ აი სიყვარულით, ხო? იმის მიუხედავად, რაც არ უნდა იყოს, ხო? უყურებ ყველა სიტუაციას სიყვარულით. შენ მაინც ცდილობ აი ეს შენი სიყვარული დაგეხმარება ზუსტად რომ გამოხვედე ამ რთული პერიოდიდან. მე როგორც გითხარი, შეგიძლია იყო ნეგატიურად განწყობილი, შეგიძლია იყო პოზიტიურად განწყობილი. შენზე არის არჩევანი, შენ როგორ მიიღებ ამ ყველაფერს. კიდე აი ეს მინდა დავაზუსტო. აქ იქნება ვიღაცას გააქვთ თქვენ რაღაცა მტკივნეული კიდე პროცესი აქ ურთიერთობაში. ან даже როგორ არის იცით, მოდით ასე ვთქვათ, რომ თქვენ თვითონ, იმიტომ რომ აქ თასების დედოფალი გამოვიდა, ხო, გააქვთ თქვენ რაღაც აი ნუ რა ენერგიები იცით, შეიძლება მოგიწიოთ თქვენ, აი აქ ცოტა შინაგანი ბრძოლა, იმიტომ რომ ნახეთ, თვითონ გამოდიხართ ისეთ ენერგიაში, როცა აი მშვიდი, წყნარი, ხო, აქ არ არის ესეთი თასების დედოფალი ამ დასტაში, რომელიც ახლა ისტერიკებში ვარდება, ხო, აქ არის დედოფალი, რომელიც პირიქით არის, რაც არ უნდა ხდებოდეს მის ცხოვრებაში, მაინც არის განწყობილი ძალიან თბილად, გამგებიანი, ანუ სიყვარულით რა. მაგრამ აი სიტუაცია თქვენ შეიძლება მიიღოთ რამე ისეთი აი რატომღაც მომდის რა აქ ახლა ახალი სიყვარული რა ვიცი, მაგრამ არა. აქ შეიძლება ვიღაცას მოგიწევთ დამტკიცება. აი ახლა ვნახავთ ჩვენ აქ სასიყვარულო თემებში რა იქნება, იმიტომ რომ არის რაღაცა ბევრი თასები რო არის და შეიძლება ზოგისთვის იქნება რა, იცით, სამსახურებრივი თემაც შეიძლება იყოს, ნახეთ როგორ, ხო, აი გეტყვით. შინაგანი ბრძოლა, რაღაცა მინდა, აი დაუშვოთ ახლა სიტყვაზე რაღაცის სწავლა გინდათ, ხო? ან სხვა სამსახური გინდათ, ან რაღაცა გინდათ, რომ აი ეს აღარ მინდა უკვე ეს სამსახური, მინდა გადავიდე სხვა, ეს საქმე უკვე არ მახარებს, მე მინდა შევცვალო და აქ გაქვთ თქვენ შინაგანი ბრძოლა. ის ვაკეთო, რაც მიზიდავს და თავიდან დავიწყო, თუ დავრჩე აი ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ ამას მოერევით. ნახეთ, შეიძლება მოგივათ რაღაცა ისეთი შეტყობინება, ხო, ან გზავნილი, ან წინადადება, რომელიც ცოტათი დაგაფიქრებინებს, ხო, და ეს აი, მაგრამ მაინც თქვენ აქ მაღალი არკანები მოდის და მოერევით ამ სიტუაციას. ნუ დაუშვოთ ახლა სწავლა გინდათ რაღაცის. ანუ არ აქვს მნიშვნელობა, ხო? მოერევით ყველა ვარიანტში, გააკეთებთ იმას, რაც თქვენ გინდათ. ნუ მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ უკვე სფეროების მიხედვით პირველი თქვენი საქმიანობა. სწავლა, საქმიანობა. აი ნახეთ, აქ ძალიან მაგარი სიტუაცია ჩვენ გვაქვს. აქ თქვენ ვისაც გქონდათ რამე თქვათ ფიქრები, აი დაუშვოთ რომ აი აქაც სწავლაზე ხო წავიდა, ნახეთ როგორ ერთი და იგივე არკანები მოდის აქ, ხო? აი აქ მოდის სიტუაცია ისეთი, რომ დაუშვოთ თქვენ თუ გქონდათ, ნუ ვიღაცას უნდა მოეცათ თქვენთვის ვთქვათ, ნუ ხელფასი, რაღაცა უნდა
საქმიანობაში, ну ფულის თემა წამოვიდა, გეტყვით ახლა რაც მოდის, ხო? აუცილებლად თქვენ მიიღებთ. კიდე ნახეთ, მოიცადეთ. სხვა რაღაცა მინდა ვთქვა, მე აქ ახლა რაღაც ფულის გადავერთე, მაგრამ არა. აქ უფრო რას გვეუბნებიან წინადადებაზე, რაც გითხარით მე თქვენ. და თქვენ აი აქ გადაწყვეტილებას მიიღებთ. თქვენ მიხვდებით იმას, რომ აქ არის რვიანი თასების. რვიანი თასების ეს როცა მე ვტოვებ ყველაფერს იმას, რაც უკვე ჩემზე აღარ მუშაობს, რაზეც მე უკვე ნერვების შლა არ მინდა, მე ყველაფერს ვტოვებ დარდებს და მე მივდივარ წინ, ხო? ამიტომ აი აქ თქვენ დაუჯერებთ რაღაცა შეიძლება მიიღებთ წინადადებას და წახვალთ კიდევაც და თქვენი პროფესიონალიზმის აღიარება იქნება. აი ესეც მინდა ვთქვა. კიდე, აქ მაინც ისეთი, ეს ორაკულია, ხო? დაუშვოთ თქვენ რაღაცის სწავლა გინდოდათ, ხო? დაუშვათ სწავლა, იმიტომ რომ სიტყვაზე ახლა შეიძლება იყოს აქ მაინც ახლა და ძალიან გინდოდათ რაღაცა, აუცილებლად გამოგივათ. დაწინაურება, კი ბატონო, მიიღებთ რამის შეტყობინებას, რომ 100%-იანი ახლა უკვე შენ ხარ რა, აქ გჭირდები, იმიტომ მაგარი პროფესიონალი ხარ. თუ დაუშვათ, აქ შეიძლება ვიღაცას ხუთ შორის დაგპატიჟებთ, რამე ან კონფერენციაზე, აი შეიძლება არ ვიცი ეს თითოეულებისთვის იქნება ეს კონფერენციაზე რაღაცაზე და აუცილებლად წახვალთ ფინანსებიც გექნებათ მაგისთვის. კიდე აქ მაინც მომდის ეს ფინანსური ფული ახატია და თქვენ შეიძლება მიიღოთ სრულიად даже მოულოდნელად. ნუ მოულოდნელად როგორ იცით? რა თქმა უნდა, ახლა როცა მუშაობ, ველოდები, ხო? მაგრამ აი თითქოს როგორ იცით, ნაკადში შედიხართ, იმიტომ რომ აი ამ შემთხვევაში რვიანი არის აქ გვერდხების როცა მოდის რა, მოდის ის, რომ რასაც თქვენ დებდით სულს, გულს, ყველაფერს, ხო? აი აღიარება მოდის კი თქვენი და ნამდვილად ყველა ვარიანტში აქ ფულის ნაკადიც გეხსნებათ. ნუ ახლა ფულზე აქ ვნახავთ ჩვენ ახლა, მაგრამ კიდე რა მინდა გითხრათ ახლა აქ. თუ თქვენ ფული გჭირდებოდათ სწავლისთვის, აუცილებლად იშოვეთ. შეიძლება ვიღაცა წავა მივლინებაშიც. იქნება აქაც ახლა ფინანსური მდგომარეობა და მხარდაჭერაც გექნებათ ვიღაცისგან. ანუ შეძლებთ, რაც გაქვთ ჩაფიქრებული, იმას თქვენ ყველა ვარიანტში შეძლებთ. აი ეს მინდა და კიდე აქ მინახა. ნუ ხო, აი რას გითხარით, პრინციპში, ხო, შეიძლება თქვენ უკვე ფიქრობდით, რომ აღარაფერი არ იქნება, მაგრამ იქნება კი არა, ძალიან მაგრად იქნება. და ფინანსები, ვნახოთ ჩვენ ფინანსური მდგომარეობა თქვენი. ნუ აქ როგორი მომენტი არის, იცით, ყველა ვარიანტში აქ თქვენ ფინანსები წამოვა, შეიძლება თქვენ ახლა ცოტას ნერვიულობთ, მაგრამ აქაც არის ნახეთ, ხუთიანი თქვენი, შეხედეთ როგორ მუშაობს, ხო, დღეს დასტები მუშაობენ. ანუ გვეუბნებიან უკვე აქ რის შიში ქონდა თქვენ, შეიძლება ამ ფინანსებზე დაედო. აქ შემიძლია გითხრათ მე, რომ ფული აუცილებლად მოვა. თან აქ გზავნილებს თუ ვინმე ელოდებით, ხო? თუ საზღვარგარეთ მუშაობთ, დაუშვათ. მაგრამ აქ იცით როგორ არის, ეს არის რაღაცა გლობალური თემა. ანუ დიდი ფული, მოდით ასე რომ ვთქვათ რა. აი აქაც ხუთიანი თასების. ეხლა ვეგეტყვით მე თქვენ აქ რა ხდება. კი. ანუ ყველანაირი თქვენი შიში, თქვენი ნერვიულობა ის რომ დაუშვათ, აი ფული არ მოვად, ფული იგვიანებს, ფული თქვათ ახლა ველოდებოდი და არ მომივიდა, ხო? ანუ ვიყავი დამოკიდებული ხართ დაუშვათ თქვენ რაღაცა თანხებზე, რომ თქვენ და არ მოდის. აი აქ აუცილებლად სიტუაცია შეიცვლება. აქ თითქოს როგორი მომენტი იცით? აი გამარჯვებული იქნებით, მაგრამ აი როგორ გითხრათ სწორედ იცით? აი იმაზე მეტი შეიძლება ვიდრე ელოდებოდ, იმიტომ რომ ძალიან გახარებული იქნებით ამ სიტუაციიდან. იმიტომ რომ ეხლა ცოტა დაძაბულობა გაქვთ თქვენ, ხო? აი ცოტა ნერვიულობ, აქაც გვეუბნებიან, რასაც შენ ნერვიულობ, აუცილებლად დამშვიდდები და ძალიან გახარებული იქნებით. ცოტა კი არის აქ სანერვიულო, რო თქვა, ელოდები რაღაცებს, ხო? მაგრამ ეს შენი ნერვიულობა გაფუსტდება. არ იქნება არანაირად.
აქ მოიცადეთ ეს რანაირი დასტა დავიჭირე, ხედავთ თქვენ ტარო როგორ მელაპარაკება, вообще სხვა დასტიდან წამოვედ. აი, აბა ნახოთ კიდევ აქ რა არის. საინტერესო ეხლა. ნუ ხო, აი ეს მომენტი, ნახეთ რამხელა შიში თქვენი როგორ ტრანსფორმირება იქნება, ხედავთ, ხო? ანუ ის რისიც გეშინოდათ, აი ფინანსებს რას ეხებოდა, აუცილებლად მაგ მდგომარეობიდან გამოხვალ თქვენ და აუცილებლად ძალიან დიდი სიხარული გექნება, ძალიან კი. აქ ძალიან დიდი ნაკადი მოდის, კი. იმიტომ რომ ეს დაიმსახუროთ თქვენ. აქ დაიმსახუროთ. აქ ბევრს მუშაობდეთ, ბევრს რაღაცებს აკეთებდეთ, უბრალოდ ეს თითქოს როგორი არის, იცით, აი ბოლო გამოცდა შენი, აბა რას ეს, აბა რას, ანუ აგერათიანი პენტაკლების დაიჭირეთ. ნუ ნახოთ ახლა ურთიერთობაში რა ხდება, რა იქნება. ჩემო სიხარულებო, აქ მე არ გამიკვირდება, აქაც ნახეთ, აი შეხედეთ, პროსტა ტარო რას გვეუბნება დღეს, როგორ გვემუშავა თანამშრომლობს ჩვენთან, ხო? ნახეთ, აქ ვიღაცას ნამდვილად, აი შეება უმრავლესობას, იმიტომ რომ ახლა ეს არკანები არის თან ორი. ვიღაცა აღდგენს ურთიერთობას. აი როგორ იცით, აი ძალიან აქ იმუშავენ მაღალი ძალები თქვენს ურთიერთობაზე. ძალიან, აი აქ რაღაც როგორ არის, იცით, აი ვიღაცასთან მოვა მისი პარტნიორი და თქვა даже ბოდიშს მოიხდის. ვიღაცა აი ძალიან დიდი ეჭვიანობა, შეიძლება ისეთი ეჭვიანობა იმან ის გამოიწვევს იმას, რომ აღდგება. ანუ ნახეთ, აქ მაღალი ძალები მუშაობენ, ხო? ორი მაღალი არკანი პლუს კიდე. და ანუ შეიძლება თქვათ, აქ ეჭვიანების ნიადაგზე ადამიანი გამოჩნდება, მაგრამ ვერც მიხვდება რა ხდება ჩემს თავს, ხო? აი თითქოს ვიღაცამ დამაძალა თუ რა, აი იცით ეს როგორ არის, რომ აი როცა არც ჯიუტი ტიპი არის აქ ვიღაცას ყავთ თქვენ ჯიუტი, ხო? რომელიც დაუშვოთ, ეხლა თითქოს არავითარ შემთხვევაში არ გავიბედათ, არც მინდა და ნუ აი ეგეთი რაღაცები. მაგრამ აიძულებენ ამას ნამდვილად და თვითონაც გაუკვირდება. კი, ნუ იმპერატორი. აუცილებლად, რომელიც იმპერატორი, რომელიც იყო ახლა დიდი ხანი რაღაცა პაუზებში. და არაფერს არ აკეთებდა. არაფერს აი აქ დაიწყებს ქმედებას. კი, იმიტომ რომ თვით ბედი აიძულებს ყველა ვარიანტში და არც გავხსნი. პატარა აუდიტორიისთვის იქნება აბადეთ ახალი გაცნობა სრულიად. აი როგორ იცით, რომ აი შეიძლება თქვა დაუშვოთ თქვენ დიდი ხანი არ ქონდათ არანაირი ურთიერთობა და ელოდებოდეთ თქვენს იმპერატორს, გექნებათ აქ თქვენ ბედი გიგზავნით იმენად თქვენთვის საბედისწერო ადამიანს, იცოდეთ რა. კი, აქ გექნება თქვენ უეჭველი რაღაცას აი საუბარი, მაგრამ უფრო მეტი იქნება იმათთან, ვისაც არ ქონდათ რა. პაუზა ქონდათ და არ ქონდათ ურთიერთობა რა, რაღაცაზე შეიძლება ნაჩხობრები იყავით თქვენ. მაგრამ აქ რაღაც მოხდა სიტუაცია, ნახეთ, იმიტომ კი არა რომ თქვა ადამიანებს არ ვქვა, აქ რაღაც მესამე ფაქტორი, მაგრამ აი ან რაღაცაზე იჩხუბეთ, შეიძლება ან გოგომ თქვა, უთხრა რომ всё აღარ მინდა შენთან არაფერი. და უცბად ან ბიჭს წასვლა იყო უცბად, მაგრამ აქ ადამიანებს მაინც არ შეუძლიათ ერთმანეთის გარეშე და აქ შეეცდება ეს ბიჭი რაღაცას მოგწერს საღამოს. აქ აღდგენა იქნება ურთიერთობის. გეუბნებით, ნუ ძალიან პატარა პროცენტ შეიძლება გქონდეს ის მომენტი, რომ თქვა ახალი ადამიანი გამოჩნდება, რომელსაც ნუ თქვენ ვაფშე არ ძლოდებით, მაგრამ გამოჩნდა. აი ასე შემოლამაზებო, ნუ ნახეთ, დააკვირდით თქვენ თვითონ, მერე რა იქნება. მე როგორც ყოველთვის გელოდებით კომენტარებში და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენს უყველას, რომ წერთ ასე თბილ და კარგ კომენტარებს, თქვენი სიყვარულისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და მეც ძალიან მიუყვარხარ და მინდა რომ მხოლოდ და მხოლოდ კარგი იყოს თქვენთან და თქვენს ცხოვრებაში.